ქართული ოცნების ავტორიტარული გადამეტებები მიუღებელია, წერს ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრი. ბენჟამინ ჰადადის თქმით, დღეს პარტნიორ ქვეყნებთან საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა, რომელიც სტივენ დოუთის მიერ საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით იყო ინიცირებული. ეს ტრაექტორია ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და ჩვენ უპასუხოდ არ დავტოვებთ, წერს ჰადადი. სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსული ტელეარხების მაუწყებლობის შეჩერების საკითხი სერიოზულად უნდა განიხილებოდეს. ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე მალენ სიმონიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია უკვე 9 წელი აგრძელდება, თანხამ კი 5 მილიონს გადააჭარბა. ამ წლების განმავლობაში არაერთხელ დასახელდა დასრულების თარიღი, ამჯერად კი ბოლო ვადად 2025 წლის 30 სექტემბერია დასახელებული. შეგახსენებთ, რომ ვარკეთილის მეტრო 12 ივლისიდან 45 დღით დაიკეტება. დიდ დიღომში გუდვილის ჰიპერმარკეტის ადგილზე უფრო მასშტაბური სავაჭრო ცენტრის აშენება იგეგმება. ავტოგრაფ მოვლის მშენებლობის პროცესში გუდვილი ფუნქციონირებას არ შეწყვეტს.